გამარჯობა, დღეს 13 ოქტომბერი 2025 წელი, თქვენ უყურებთ პროექტს ჩემი თვალით ნანახი ჯარი, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი და თადარიგის თავარ სერჟანტ თორნიკე თორაძესთან ერთად. ხან მოკლე პაუზის შემდეგ დავბრუნდით ამ პროექტით. როგორ ხარ? დაშვები? შესანიშნავად, მადლობა თავად. ნორმალურად. დღევანდელი თემა შევარჩიეთ კომენტარებიდან ისევ და ეს ეხება იარაღის ტარების უფლებას, იარაღის სახეობებს, ასე ვთქვათ. კანონი იარაღის შესახებ. კანონი იარაღის შესახებ, რისი ტარება შეგიძლიათ, რისი არ შეგიძლიათ, რისიც შეგიძლიათ, რა მდგომარეობაში და ფორმაში შეგიძლიათ და სად უნდა მიხვიდეთ რომ გააფორმოთ, მოკლედ პროცედურები ყიდვიდან ვიდრე გამოყენებამდე, ასე ვთქვათ რა. აი, დავიწყოთ, წავედით მაღაზიაში, მაღაზიების სახელები არ ვთქვათ და თუ კი დაგვასპონსორებთ, მე ვიტყვით. არსებობს თბილისში და საქართველოში მაღაზიები, სადაც შეიძლება ნებისმიერი ტიპის იარაღის ყიდვა. ვიყიდეთ და ან სანამ ვიყიდეთ რა უნდა გავაკეთოთ თუ აი როგორ იწყება ეს პროცესი რა. დავინტერესდი, მე რა ვშვები. კი ბატონო, მოგიხსენებათ რომ ზოგადად ქართველებს გვიყვარს იარაღი, ნადირობა, ზოგადად იარაღთან ურთიერთობა და გამომდინარე ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ხშირად გვაქვს ხოლმე შეხება, თუმცა რომ ყველას ქონია, ესე რომ ვთქვათ, ცხოვრების განმავლობაში უსვრია, სანადიროდ გამოუყენებია თუ ვიმეზე უნახავს ისტორიები, მაგრამ თლიანობაში რაღაცნაირად დაშვებული არის ჩვენს საზოგადოებაში, რომ თითქოს მარტივად შესაძლებელია სადმე მიხვიდე იარაღი იყიდო, თუმცა ეს საქართველოში არ არის, საკმაოდ რთულად არის ეს წესები, რასაც არეგულირებს კანონი იარაღის შესახებ. ყველას შეუძლია დაუშვათ აი პირდაპირ ამ სახელით მოძებნოს და მისთვის სასურველ პუნქტს შეეხოს, სასურველია რეკომენდირებულია სანამ იარაღის შეძენას დააპირებს, გაეცნოს, რომ ამ კანონში თითქმის ყველაფერი არის ჩამოთვლილი. რაღაცა შეიძლება ესე ვთქვათ გაუგებრად იყოს, იმიტომ რომ კანონის სახეებით არის მოცემული, რომ გადავხედე მეც დამაბნია ტერმინოლოგია, მაგრამ მაქსიმალურად არის მოცემული და ეს პირველ რიგში თავიდან აგვაცილებს კანონის უხეშად დარღვევას და ასე ვთქვათ, კარგი იქნება თუ კულტურას აი ამ კანონის მიხედვით შევიმუშავებთ, თუ ზედმეტ პრობლემები რო ავიცილოთ თავიდან. კი, საქართველოში ზოგადად თბილისშიც ხშირად შევხვდებით სამხედრო, ასე ვთქვათ, იარაღის მაღაზიებს, სადაც შეგიძლიათ თითქმის ბრუნვაში არსებული, სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ყველა იარაღის შეძენას და რომ გითხრათ, რომ ძალიან განებივრებული ვართ ტირებით და სასროლეთებით მოგატყობთ, თუმცა არის. პასუხობს, ესე რომ ვთქვათ, ჩვენს დღევანდელ მოცემულობას, მოთხოვნას, სავარაუდოდ. თუმცა ხშირად შევხვდებით ხოლმე არალეგალურად თბილისის გარშემო თუ სხვადასხვა ქალაქებში. ლის ერთხელ იმას თუ გაუსეირნია, აუცილებლად ეცოდინება, რომ აუცილებლად გვექნება ნანახი, თუმცა ამას ძირითადად უფრო აი რაღაცა ვისაც ტარების უფლება აქვს იმიტომ რომ დავუშვათ შეიძლება ეძვირება სასროლეთზე, აი ხა მაგალითად ძალიან კარგი სასროლეთი არის, არ დავასახელებ სახელს. თბილისთან ახლოს, სადაც ინსტრუქტორები წავთ, თავიდან აიცილებ უსაფრთხოებ, ანუ რაღაცა რომ დაარღვიო, ესე რომ ვთქვათ, ტყვია წამალიც ეს მოწყობილია, ესე რომ ვთქვათ, ღია სასროლეთი და მარტივი არის. თუმცა მაინც ხო როგორც ვახსენე, შევხვდებით ხოლმე. კანონი იარაღის შესახებ თავიდან ბოლომდე, აი როგორ შეიძინო იარაღი, რა იარაღის ტარების უფლება გაქვს, სად უნდა შეიძინო, სად უნდა დაარეგისტრიო და ბალისტიკური შემოწმება სად უნდა გაატარო. ყველაფერს მოიცავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ხდება იარაღის ბალისტიკური შემოწმებაც და იარაღის რეგისტრაციაც. ზოგადად რო ვთქვათ, ეხლა მაყურებელმა შეიძლება ყველამ არ იცოდეს, ნუ არიან ადამიანები, ვისაც თავისი სამსახურიდან გამომდინარე აქვს იარაღის ტარების უფლება
და მას უფლება აქვს, ესე რომ ვთქვათ, თავდაცვის იარაღი, ესე რომ ვთქვათ, მოკლე იარაღი, შეიძინოს თუ მას აქვს ტარების უფლება. ტარების უფლებას გასცემს ძალოვანი სტრუქტურები, სადაც მაგალითად რო ყოველს ვერ ჩავდით, ძალიან ბევრია, მაგრამ აი ყველაზე ესეთი ცნობილი ორგანიზაციები, სადაც არის თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. აი სხვა ორგანოებიც გასცემენ? სხვა ორგანოებიც გასცემენ, თუ მათ ყავთ ძალოვანი სტრუქტურები, თუნდაც აი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროსაც ყავს საჯარო აღსრულება, ბევრი სამსახური არის, სადაც და პიროვნებები, რომლებიც იკავებენ, ესე რომ ვთქვათ, თანამდებობას არ არის ძალოვანი, მაგრამ ის იმდენად, ესე რომ ვთქვათ, ან საიდუმლო ინფორმაციას ატარებს, ან მისი სპეციფიკა მუშაობის მოითხოვს, რომ მან თავი და ხო დეპუტატებსაც აქვთ. პროკურორებსაც ეს ანუ ხო ხდებით დაახლოებით ესე რომ წარმოვიდგინოთ ადამიანები ვისი საქმიანობაც გარკვეულწილად მოითხოვს შემდეგ თავდაცვას რომ თვითონ თავი დაიცვას ან თავდასხმის ობიექტები შეიძლება იყვნენ მათ აქვთ უფლება კანონით დადგენილი უფლება რომ იარაღი ატარონ ესე რომ ვთქვათ აი თუ ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ ჩვენ ვისაც უფლება აქვს მივიდეს მაღაზიაში თავისი სამინისტროდან ორგანიზაციიდან მოითხოვოს ის საბუთი რომელიც ესე რომ ვთქვათ პირდაპირ აძლევს უფლებას ტარების უფლებას მას შეუძლია იარაღი ესე რომ ვთქვათ იყიდოს მას მისცემენ სპეციალურ ესე რომ ვთქვათ invoice არ ვიცი როგორ ვთქვათ invoice მოსულა ესე რომ ვთქვათ შემდეგ ეს საბუთი უნდა წარადგინო მომსახურების სააგენტოში მომსახურების სააგენტო მოგცემს უფლებას რომ გადაიტანო იარაღი ბალისტიკურ შემოწმებაზე და რა არის ბალისტიკური შემოწმება ესე რომ ვთქვათ ეს არის აი ჩვენ როგორც ადამიანები ვიღებთ თითის ანაბეჭს და თუ ჩვენ რაღაცას დავაშავებთ და შემდეგ პოლიცია ამით თუ შესაბამის სამსახურები მოგვაგნებენ აი ზუსტად ესეთი ასეთ ანაბეჭს ტოვებს იარაღიც ნებისმიერი იარაღი ნუ ხრახლინური ან ხო გულს არ გულისხმობს და ესე რომ ვთქვათ კი შენ გაქვს ეს ტარების უფლება მაგრამ თუ დარეგისტრირებული იარაღით შენ განახორციელებ გასროლას ან ნებისმიერ მოქმედებას ხო გასროლას თითქმის 100%-ით გაიგებენ რომ ეს ტყვია შენი იარაღით თავად და ვიზია რეგისტრირებული და ამით მარტივდება ესე რომ ვთქვათ საგამოძიებო პროცედურები. Მთლიანად მე მგონია რომ ქაოსურად არის ახლა თბილისში, ზოგადად საქართველოში ამ იარაღთან დაკავშირებით ბევრს ვერ გაურკვევია რა აქვს თუ არა ტარების უფლება და უშუალოდ ხმოვანი აკუსტიკურის გაზის იარაღის ტარების უფლება და ხშირ შემთხვევაში აწყდებიან პრობლემებს ესე რომ ვთქვათ. ბოდიში სანამ მაგაზე გადავალთ დაუშვათ და არა ვარ ძალოვანი, არა ვარ ჩოლური მოქალაქე ვარ და მინდა იარაღის ყიდვა. მივდივარ მაღაზიაში, ვყიდულობ და მე მაქვს სააგენტოში. რომელი იარაღზე საუბრობთ? პისტოლეტი, ან შაშხანა, ან ცეცხლსასრულს გულისხმობ რა. თუ მჭირდება რამე დოკუმენტი სანამ მაღაზიაში მივალ უკვე? ესე იგი თუ ჩვენ ვყიდულობთ თავდაცვის იარაღს, მოკლე იარაღს, ამ შემთხვევაში პისტოლეტს გულისხმობ და არ აქვს ტარების უფლება, არ გაძლევს ასეთი ესე სახელმწიფო არ გაძლევს ამის ტარების უფლებას, გაქვს მხოლოდ შენახვის უფლებით. ამ შემთხვევაში მიდიხარ, ანუ რო წარმოვიდგინოთ, ხა იარაღს მაღაზია არ მოგცემს და აი წავიყიდეთ იარაღი და ამ იარაღით უკვე გადავადგილდებით ნებართვის გარეშე. ხო, ანუ ეგ როგორ წავიღებ, ანუ სააგენტოსთან ხდება პირველად მისვლა, ანუ უბრალოდ ხო რა, შეგზეგეს გააკეთო, მაგრამ უფრო მიდიხარ მაღაზიაში, აკეთებ ამ შესყიდვის ფურცელს, ხო, სადაც იარაღის ნომერი არის ყველაფერი. შემდეგ მიგაქვს სააგენტოში, სააგენტო გაძლევს ნებართვას. ანუ იგივე პროცედურაა იდეაში. გადაადგილება მოგცეს, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რომ იყო და ისე ბალისტიკაზე მიგაქვს. კი, აუცილებლად. ანუ პროცედურა იდეაში ერთი და იგივეა, შენ ხარ ტარების უფლებით თუ არაუფლებით. მაღაზია არ მაგრამ რამე ანუ ფსიქოს მაგვარი არ გჭირდება, იმიტომ რომ იმას რომ მიდიოდი ხა რომ
ანუ კიდევ ერთხელ გავიაროთ, ანუ მაღაზია რო წარმოვიდგინოთ, იარაღს ვერ მოგცემ. არა გაქვს უფლება ესე მაღაზიიდან აიღო და უკვე ტარების უფლება, ხო, გადაადგილების უფლებას ვინ უნდა მოგცეს? აგენტოში მიდიხარ, ეუბნები რა დავუშვათ უკვე არჩეული იარაღის ნომერს და სახეს, ესე რომ ვთქვათ, რომ მე აქედან აქამდე გადავატანა და გავაკეთო. გაზოს თუ არ ვწდები დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვადაში რომ გადაიტანო, მიიტან შეფუთულ მდგომარეობაში, დაშლილ განმუხტულ მდგომარეობაში. ბალისტიკაზე ჩაეწერები, ესე ვთქვათ, ჩენი იარაღს შეამოწმებენ, ამ ანაბეჭდს აიღებენ, ესე ვთქვათ, შემოწმების შემდეგ და შენ ამ იარაღის უკვე გადახდილი გაქვს ფული, ესე ვთქვათ, ამ იარაღს აფორმებენ შენზე, შენახვის უფლებით და ისევ გაძლევენ გადაადგილების უფლებას და აუცილებლად უნდა მიუთითო, რომ აი ამ ადგილიდან მეორე ადგილს სახლში მაგალითად აგიხსნიან აუცილებლად ყველაფერს წესებს, რომ გადაიტანო და იქ შეინახო დაშლილ მდგომარეობაში, safe station. თუმცა აი კიდე გამომჩა იხა, რომ ამ ყველაფერს ვერ გააკეთებ თუ არ ჩააბარე გამოცდა. ხო, აი ეგ მაინტერესებდა რა, მართვის მოწმობაზე რო გადიხარ, იქაც კი რაღაცა გჭირდება და. კი. არის თავდაცვის იარაღზე, სანადირო იარაღზე, სხვა ტიპის გამოცდები არის. ჩემი აზრით ძალიან მარტივია, ვისაც იარაღთან შეხება აქვს, უბრალოდ ასეთ ლოგიკური კითხვები არის, რომ ისევ შენივე უსაფრთხოებისთვის, რომ ცოტა სურათი გქონდეს თუ რას წარმოადგენს ეს იარაღი და რომ ფრთხილად იყო, რომ იქ შემდეგ ფსიქოსაც იღებ ეგრეთ წოდებულს, ძირითადად ამ სააგენტოებთან ახლოს არის ხოლმე, რომ შენ ჩამოთვლება დაადასტუროს, რომ სახიფა თუ არ ხარ საზოგადოებისთვის, ამ საბუთების, ანუ აპლიკაციაც აქვს ხო სააგენტოს, იქაც რეგისტრირებული ხარ უკვე შენ რო გამოსდა ჩაბარებული გაქვს, გააჩნია რას იღებს, სანადიროს იღებს თუ თავის იარაღს. და ესე ვთქვათ, თვითონ გამოცდაც რაღაც წილად სანამ ჩააბარებ, მანამდე შეგიძლია ონლაინ გაიარო და რაღაც გამოცდილებას არა, უფრო ცოდნას გაძლევს თუ როგორ უნდა შეინახოს სახლში, უნდა იყოს თუ არა ხელმისაწვდომი დაუშვათ ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის. იმიტომ რომ ხშირია ფაქტები, რომ შეიძლება რაღაცა არასწორად გამოიყენოს ან ფატალური შედეგი დასრულდეს, ხო, იარაღის სხვა ადამიანის მიერ შეხება. ამიტომ ეს ძალიან საფრთხილო მოქმედებაა, ესე ვთქვათ, და ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველანი. და აი აქ დავაზუსტებ. აი ეს პროცედურები გამოცდის ჩაბარება, ფსიქოს აღება, ალბათ მანამდე ხდება, სანამ მაღაზიაში წახვალ, ხო? კი. ანუ ეს გჭირდება უკვე, რომ ფსიქო გჭირდება და იარაღის გამოცდა, ესე რომ ვთქვათ, გჭირდება უშუალოდ სააგენტოში. თუმცა აი შესყიდვის დროს შეიძლება მოგცენ დაუშვათ შეიძლება ეს გადასამოწმე შეიძლება მე უბრალოდ როგორც მოვიქეცი მე პირველ რიგში გავაკეთებ იქო გავაკეთე ჩავაბარე გამოცდა და შემდეგ წავედი მაღაზიაში ვიყიდე წამოვიღე ეს ფურცელი მომცეს ნებართვა მივიტანე ბალისტიკური შემოწება და უკვე ტარების უფლება გამოცდა სადაბარებ გამოცდას აბარებ ერთ სივრცეში, ანუ სააგენტოში გვერდზე სივრცესაც გამოცდები ბარდება. ისწრით თუ უბრალოდ თეორია არის? არა, თეორიაა, თეორიული გამოცდა არის დაახლოებით მე როგორც მახსოვს 10 წუთიანიც შეიძლება არ იყოს, საკმაოდ მარტივია, ლოგიკასთან ახლოს არის რა, რომ შეიძლება თუ არა იარაღის დატოვება ყურადღების გარეშე და ნუ არ შეიძლება. ეს ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, მოგეთ რომ მეც რო დავალაგო, ანუ ვილაპარაკეთ იარაღის შეძენაზე ზოგადად გაქვს თუ არა ნებართვა ტარების თუ შენახვის შენ ტარების უფლებას არ მოგცემენ თუ ამას სახელმწიფო არ გაძლევს რა თქმა უნდა სახელმწიფო გაძლევს იმ შემთხვევაში თუ შენ მოქმედი ძალოვანი ხარ ან როგორც ჩამოთვალეთ რაღაც შენი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე თავის დაცვა უფრო ესე ვთქვათ უფრო მაღალი არის შენზე რისკი ამ შემთხვევაში გაძლევს სახელმწიფო და ამ ეს ბრძანება უნდა მოიტანო შენ ესე ვთქვათ სააგენტოში სააგენტო შეიძლება კონდეს ამაზე ესე ვთქვათ ინფორმაცია მაგრამ აუცილებლად შენ უნდა მიიტანო ეგ აუცნაურია ანუ რაღაცა ბიუროკრატიას ხოს სახელმწიფო ორგანო არის იდეაში ეს ინფორმაცია ერთმანეთში გაცვლილი უნდა იყოს კი თუმცა იმდენად დატვირთულია თვითონ სააგენტო ჩემდა გასაკვირადაც რომ აი შეიძლება მაგიტომ ვთქვი რომ შეიძლება კონდეს მეთქი მაგრამ მე მითხეს რომ მომეტანა იმიტომ რომ ხო ზოგადად ბიუროკრატია, მაგიტო ვთქვი, აქ არ არის ეგრე მარტივად იარაღთან დაკავშირებით,
ძალიან გართულებულია და ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი ყავს საქართველოსაც იარაღი უყვარს და რაღაც გარკვეულ ესე რომ ვთქვათ უფლებით გადაადგილდება ტირზე ისვრის მოკლედ მოსწონს ეს მოქმედებები და მათთვის ძალიან გართულებულია ესე ვთქვათ თითქმის მოდი ესე ვთქვათ თითქმის შეუძლებელია ატარო იარაღი იმდენად შეზღუდული ხარ რომ აი შეიძლება სურვილი სროლის დაგაკარგინოს ძალოვანიან მოხელე თუ არა ხარ ყოფილიან მოქმედი. კაი, სანამ ახლა გადავალთ ტარების უფლებაზე, ხო არ თქვათ რა არის თავდაცვითი იარაღი, რა შედის მასში, რა ტიპები არსებობს და მაგის გარდა კიდე რა ტიპის იარაღი არის. ხო, მაქსიმალურად გავიაროთ, ცოტა ისე შევეხები, ისე ვთქვათ, დასაბნევი რო არ იყოს. ნუ იარაღის სახეები ზოგადად დანიშნულების მისი დანიშნულების შესაბამისად არის ანუ სამოქალაქო იარაღი, მე შემდეგში განმარტავ თუ რა არის საშტატო იარაღი, ესე რომ ვთქვათ, საშტატო სამსახურეობრივი იარაღი და სამხედრო საბრძოლო იარაღი, აი ამ დანიშნულების სახეების მიხედვით ესე იყოფა. თავდაცვის იარაღები არის ნუ ეგრეთ წოდებული გლუვიანი თუ ხახნულიანი სანადირო თოფი ან თავდაცვისთვის გამოყოფილი იარაღი ასევე გაზის ეგრეთ წოდებული იარაღი ხმოვანი სანადირო უკვე ვთქვი როგორც ხმოვანი აკუსტიკური იარაღი ასევე ბატონო პნევმატური ანუ ასევე ჩამონათვალშიც ესე არის ანუ სამეცნიერო კვლევითი საჭიროებისათვის თევზ ჭერისთვისაც ეს თავდაცვის იარაღი შეიძლება გავატაროთ თვითონ თავდაცვის იარაღი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული აეროზოლის ან წიწაკის სპრეი რო ვთქვათ ეს თავდაცვის იარაღში შედის და მნიშვნელობა ზოგადად ხა ამ იარაღის გამოყენების თავდაცვის იარაღი რომელიც უბრალოდ უბრალოდ სამოქალაქო იარაღი რომელიც ჩვენ ახლა მგონი სამოქალაქო იარაღი ჩამოვყავთ სამოქალაქო იარაღს ვამბობ ხო ყვები ამ სამოქალაქო იარაღის ზოგადად ცნება ესე რომ ვთქვათ არის იარაღი რომელიც დასაშვებია ბრუნვაში ესე რომ ვთქვათ და პირი რომელიც გამოიყენებს ამ სამოქალაქო იარაღს თავდაცვისათვის ან რაც ჩამოვთვალე ესე რომ ვთქვათ ამ მიზნებისთვის თავდაცვისთვის სანადირო თავდაცვა ხო თავდაცვა და ხმოვანი და ასევე ეს კაჟიანი ფითილიანი იარაღები რომლებიც ექსპონირებისთვისაც გამოიყენება და პლუს ანუ სატელევიზიო ჩვენებისთვის ფილმების გადასაღებად ეს ყველაფერი გადის სამოქალაქო კოლექციო ვერსია რაღაც ეს ყველაფერი გადის სამოქალაქო იარაღში და შესაბამისად რა თქმა უნდა ბრუნვაში უნდა იყოს ეს ყველაფერი ან უნდა იყიდებოდეს და ასე ნებისმიერ შეძლოს ყიდვა მე რაში გამოიყენებს კარგად ვერ გავიგე სახში დაშლილი უნდა გედოს ერთადაც მაგრამ ხო ნუ მე შეგიძლია გადაიტანო ტირში და ტირში ისროლო ესე ვთქვა თუმცა აი შენახვის პირობებიც იმდენად რთულია და მგონია რომ სწორიც არის თუ ჩვენ არ გვაქვს სწორი გამოცდილება და განათლება მე მგონი ჯობია რომ სპეციალურ საკეთზე იყოს ან დაშლილ მდგომარეობაში იყოს და შენახული იყოს სეიფში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტებია ამის არასწორად გამოყენების. შეგახსენებთ, თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს პირად ჩატებში, ასე YouTube-ის ალგორითმს დაეხმარებით, რომ სხვა ადამიანებამდე მიიტანოს ეს ინფორმაცია. ეხლა ჩვენ გადავიდეთ სამოქალაქო იარაღი კიდე ჩაშლილია ხო იქ არის სპორტული, იქ არის თავდაცვითი, იქ არის კიდე რა სანადირო ალბათ და ეს სახეობები რომ მოუყვეთ მაყურებელს და შემდეგ უკვე მათი შენახვა ტარების უფლებებზეც რო ვილაპარაკოთ. ზოგადად ესე იგი სამოქალაქო იარაღის სახეები აქვს ესე რომ ვთქვათ, ამაში შედის თავდაცვის იარაღი, სპორტული იარაღი, სანადირო იარაღი ხმოვანი აკუსტიკური შემდეგ ანუ კვლევით სამეცნიეროთვის ესე რომ ვთქვათ თევზ მიმზიდიც და თევზ ჭერიც ეს იარაღები და ეხლა გავიაროთ ზოგადად აი ეს შიდა ჩაშლები გავაკეთოთ რა არის თავდაცვის იარაღი თავდაცვის იარაღი შეიძლება იყოს მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი არ იგულისხმება მასში სპორტული იარაღი გაზის იარაღი
გაზის აეროზოლური მოწყობილობა და ელექტროშოკური მოწყობილობა, რომელიც ასევე იყიდება, ასე ვთქვათ, იარაღის მაღაზიებში. სანადირო იარაღს რაც შეეხება, ამ სანადირო იარაღებში შედის გრძელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვულიანი, ასევე ხრახლულიანი, ეს ყველაფერი მე კომბინირებული, ასე ვთქვათ. ესე იგი, სანადირო ცივი სასროლი იარაღიც შედის ამაში და სანადირო პნევმატური იარაღიც. ეს არის სანადირო იარაღი. ანუ განვიხილოთ ჩვენ თავდაცვის იარაღი, სანადირო იარაღი და სპორტული დაგვრჩა. სასიგნალო იარაღის იარაღიც შედის ამ ყველაფერში. უბრალოდ სასიგნალო იარაღს თავისი პლუს თავისი წესები აქვს ტარების, შეიცვალა თუ არ ვწდები. ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ, იყო სამოქალაქო იარაღი, შემდეგ თავდაცვის სამოქალაქო იარაღი, შემდეგ სანადირო რა არის, შემდეგ სპორტული რა არის, აკუსტიკური და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ახლა თავისივე აღვნიშნეთ ჩვენ რომ ან სანადირო თოფის შემთხვევაში, რომლის შეძენის შემთხვევაში გაქვს ასევე გადაადგილების უფლება, ხახლულიანი იქნება თუ გლუვულიანი. აქ არის კიდევ სახეობა, ანუ ზომების მიხედვით არის გრძელი იარაღი და მოკლე იარაღი, თუ არ ვწდები არის 50 სანტიმეტრამდე იცვლება მოკლე იარაღად და შემდეგ უკვე გრძელ იარაღში გადადის დანარჩენი კონდახთან ერთად გულისხმობ. გარკვეულ ესე რომ სანადირო თოფით და იარაღით თუ გადაადგილდები, ეხლა შეიცვალა კანონი, დაახლოებით 300 ვაზნამდე შეგიძლია გადაიტანო, ან ესე ვთქვათ 1 კილოგრამამდე დენთი შეგიძლია გადაანო, ეს მასალა, ესე ვთქვათ, თოფის შემთხვევაში. ზოგი, ესე ვთქვათ, აწარმოებს ეს და ესე მუხტავს, ესე ვთქვათ. თვითონ ხო? თვითონ. ის სოფლებში ძალიან პოპულარულია ბავშვობაში მახსოვს ის. ხო. და სანადირო თოფის შემთხვევაში და ეხა აქ ჩვენ მომაყურებელმა ალბათ იცის რომ სანადირო თოფში რეპლიკები რო არის გაკეთებული M4-ის და რო შეხედავ შეიძლება ვერ გაარჩიო ჩვეულებრივი M4-ისგან თუ ამის სპეციალისტი ახლა თუ უბრალოდ შეხება არ გაქვს, მაგრამ თუ ჩვენი მოსახლეობა ხედავს ადამიანებს რომლებიც გადაადგილდებიან აი აწყობილი ესე ვთქვათ თავის სამიზნით გალამაზებული სანადირო თოფში გადის, ესე ვთქვათ იარაღში გადის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ანუ არ არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ეს არის ერთეული გასროლებით არის ეს იარაღი და გადის სანადიროში, ესე ვთქვათ რა. აქედან გამომდინარე მისი გადატანის უფლება გაქვს, თუმცა აქაც არის წესები, აუცილებლად უნდა იყოს განმუხტული, ჭიდი უნდა იყოს ჩამოშორებული იარაღს და იარაღი უნდა იყოს სპეციალური საკეტით დაცული ან სპეციალურ შალითაში მოთავსებული, იქიდან გამომდინარე რომ არ უნდა შეეძლოს შენს ანუ ფლობელის გარეშე პირს წოდომა კონდეს და მარტივად სწრაფად დამუხტოს და გამოიყენოს. ანუ ეს ისევ შენივე და შენს გარშემო ადამიანების უსაფრთხოების გამო არის, რომ აი გარეშე პირმა ეს არ ჩაიგდოს ხელში. რაც შეეხება სასიგნალო იარაღზე ვსაუბრობდით, სასიგნალო იარაღის მე მგონი ესეც ცვლილება არის, შემოიტანეს კანონი, რომ 500 მეტრ დასახლებულ პუნქტში 500 მეტრში არის დასაშვები, ესე ვთქვათ, ამინდებარედ ტარება, თუმცა ესეც უნდა გქონდეს აუცილებლად განმუხტულ მდგომარეობაში და სპეციალურ შალითაში მოთავსებული, რომ ისევ სხვა არ გამოიყენოს, არ გქონდეს წვდომა ამ იარაღზე. პნევმატურზე და გაზის იარაღზე რა მდგომარეობა გვაქვს? პნევმატური იარაღის შემთხვევაში ტარების უფლება უბრალოდ გამოსაჩენად არ უნდა გქონდეს. ზოგადად იარაღი თუ ამაშენი სამსახური არ მოითხოვს, ყველა ვარიანტში უნდა იყოს დაფარული, ანუ მისი დემონსტრირება არ შეგიძლია თავშეყრის ადგილებში მით უმეტეს და დემონსტრირებაში არ იგულისხმება თავდაცვისთვის გამოყენება. აი მაგალითად თუ თავდასხმა არის შენზე ან მაშინ ამოიღებს სიცოცხლეს ან შენს გარშემო პირების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მის დავუშვათ გამოჩენისა და არ გამოყენების შემთხვევაში ის დემონსტრირება და არ ჩაითვლება, ესე რომ ვთქვათ.
ანუ ეხლა ჟარგონზე ვთქვათ მარიაჟობა და ესე ცოტა აი აქ კონდახი რო გიჩანს და რაღაცა ეგ მარაზმი არ შეიძლება. თუ გაქვს დაფარული უნდა ქონდეს. სასიგნალოზე რო დავკონკრეტეთ, ანუ თქვი რომ გამოსაჩინად არ უნდა ქონდეს და ისე გაქვს. ანუ პირობითად ვიზახი ქურთკის შიგნიდან კაბურაში თუ მედება, ასე ტარების უფლება მაქვს. ხო, მაგრამ სასიგნალო იარაღი ხო აი ვისთვის გჭირდება, ხო ეს სასიარო სიგნალო. რა დანიშნულება აქ გასაგებია, მაგრამ ვინ რაში იყენებს ამიტომ რა დანიშნულებაც აქვს, მაგ დანიშნულებიდან გამომდინარე უნდა ქონდეს ეგ იარაღი. კინოჩვენება იქნება ეს სატელევიზიო ჩვენება რაღაც ფილმში ან რაღაც მოკლედ შეიძლება ექსპონირების გამოც ქონდეს ეს ყველაფერი, თუმცა აი ესე რომ სასიგნალო იარაღით დადიოდე ეს ხალხში და თავშეყრის ადგილებზე ეს მე როგორც ვიციდათ არ ვიყავი ჩახერგილი მაგ საკითხში, მაგრამ 500 მეტრს რადიუსში ესე რომ ვთქვათ შეზღუდეს ამ იარაღით გადაადგილმა. ხო, რაც შეეხება ანუ თვითონ ტარების შემთხვევაში მე ვემხრობი კიდეც მაგალითად რომ შევადაროთ ამერიკაში ხო ტეხასშიც როცა ცხოვრობდი ანუ თუ მართვის მოწყობით ესე რომ ვთქვათ ანუ მან შედის ეს ფსიქოს და ყველაფერი მართვის მოწყობით შეგიძლიათ ჩვეულებრივ იარაღი მიხვიდე მაღაზიაში და იყიდო აი ეს იქნება თავდაცვის იარაღი სანადირო იარაღი თუ ავტომატური შაშხანა ახლა იმას ვერ იყიდი ტანკს ვერ იყიდი ხო სავარაუდოდ და ტახში რომ ტანკიც იყიდა. თუ გადაადგილდები იარაღით, ნუ ეხა იქ სხვა კულტურა არის და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები არის. აი რა არის მაგალითად თუ იარაღი გაქვს, აუცილებლად უნდა დემონსტრირებულად უნდა ქონდეს, ანუ უნდა ჩანდეს შენ იარაღი, რომ იარაღით გადაადგილები. ნუ ეს პირიქით არის. გარკვეულწილად როგორ არის ის და როცა იარაღი გაქვს, ვერავინ ამერიკელების ახსნით. როცა იარაღი გაქვს, მხოლოდ ჩაგრავს ადამიანი, ვისაც შენზე დიდი იარაღი აქვს, ხო? ან უფრო მეტად გამოცდილი იარაღის გამოყენებაში. საზოგადოება, როდესაც გადაადგილდება თავისი იარაღით, ესე რომ ვთქვათ, ის უკვე ამის დემონსტრებით დაცულია, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე თუ მასზე თავდასხმას აპირებს, ან იმის ფუფუნება აქვს მის წარმოდგენაში, რომ დავუშვათ ამერიკას გულისხმობ დავუშვათ შევიდეს სავაჭრო ცენტრში ან სკოლაში ან სადმე, იქ უფრო მეტად უსაფრთხოდ იგზნობს თავს, რომ განახორციელოს თავდასხმას, სადაც ნაკლები იარაღია, ვიდრე ეხლა ნებისმიერი დახლიდან შეიძლება ვიღაცა ყოფილი სამხედრო ან მოქმედი სამხედრო იარაღით მე ამიტომ მომწონს ეგ მიდგომა, რომ ყველას თანაბრად კონდეს უფლება რაღაცა იარაღი ატაროს, იმიტომ რომ შემაკავებელია, გინდა არ გინდა შემაკავებელია რა, როცა იცი რომ სხვა იარაღი აქვს და შენ არ ახარ ესეთი ყოჩაღი რომ მარტო შენ გაქვს, იცი რომ რამე დასწრებაზე იქნება რა. ჩემი აზრით დღეს მაგათ თბილისში საქართველოში ეგრე არის, რომ ძალიან ბევრი იარაღია მოგეთ. კი და თან ეგ არის პრობლემა, რომ ვიღაცებს აქვთ ამისი ფუფუნება და უფლება ფუფუნებას გულისხმობ არა ის რომ მატერიალს რო იყიდოს, არამედ იქ ვიღაცის ნაცნობი, ვიღაცის თავს და ატარებს და შენ როცა თავის დაცვა გინდა არ გაქვს უფლება, ხო? ამიტომ ეგეც არის რა როგორც ახსენე, ანუ ის რო ტარების უფლებით მოგცეს, ის რო სამსახურეობრივი, ესე რომ ვთქვათ, უფლება ქონდეს სამსახური გაძლევდეს მაგის უფლებას და მეორე მხარე, როდესაც თუ ადამიანი ვერ ესე რომ ვთქვათ, ირეგისტრირებს იარაღს, შეიძლება არც აწყობდეს დარეგისტრირებული იარაღი, მაგრამ ალბათ უფრო უნდა აწყვეტოს თავდაცვის კონდეს დარეგისტრირებული იარაღი, მაგის უფლებას თუ ვერ მოიპოვებს, ხშირ შემთხვევაში ადამიანი ყიდულობს იარაღს არალეგალურად და ვიცით რომ საქართველოში ხშირად შევხვედრია თუ გაგვიგია, პირველად ესე არავის არ ვიცნობ რომ არალეგალურად კონდეს იარაღი, მაგრამ კრიმინალურ სამყაროსთან ვისაც შეხება აქვს მას ის თulis რომ საფრთხე შეიძლება შეუქმნას ვინმე მის სიცოცხლეს ის აუცილებლად პოულობს გზას, იპოვოს იარაღი, იყიდოს იარაღი და თან ატაროს. ხო, მაგას გულისხმობ ზუსტად რა, რომ ვინც კრიმინალია და იდეაში საფრთხის შემცველი არის, მას ყოველთვის აქვს ეს იარაღი, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში არალეგალური, ხანდახან ლეგალურიც და შენ, როდესაც ხარ მოქალაქე, რომელიც ხარ კანონმორჩილი ხარ, წესრიგს იცავ და საფრთხე გექმნება, მათ შორის ან ნაყიდიც რომ გქონდეს და შალითაში რო გაქვს და სანამ შენ იქიდან ამოიღებ და სანამ რეაგირებას ხარ, დამთავრდება ყველაფერი. ანუ არ არის ის რომ თავდაცვისთვის არ არის განკუთვნილი, ჩვენი ამ კანონი იარაღის შესახებ და ზოგადად ეს კულტურა არ არის მიმართული იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თავი დაიცვან ჩვენს ქვეყანაში იარაღით. ესე რომ ვთქვათ, ადამიანები
ადამიანებს სჭირდებათ თავდაცვა, მე დარწმუნებული ვარ თუნდაც აი კრიმინალურ სამყაროში უფლება რო გქონდეთ, საშუალება რო გქონდეთ, რომ იარაღი გქონდეთ, ანუ თვითონ გამოძიების მხრიდაც მხარეც რომ მივცეთ, უფრო მარტივია შემდეგ გამოიკვლიო და პირიქით, როდესაც ის ადამიანი თulis რომ თავი უნდა დაიცვას და სხვა გზა არ აქვს, ან უნდა აიყვანოს დაცვა და მას კონდეს, ესე რომ ვთქვათ, უფლება, ან თვითონ უნდა ატარებდეს არალეგალურ იარაღს, რაც შემდეგ თვითონ გამოძიებასაც ხელს უშლის, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება ხო ბოდიში გავეცნო. რისის მინდოდა კითხვა. თუ არსებობს რაიმე ტიპის თავდაცვითი ან სპორტული, ან არ ვიცი, რამენაირი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც გაქვს, ასე ვთქვათ. ელექტროშოკური მოწყობილობა და აეროზოლური. კი, რაც საკმაოდ ეფექტურია, ანუ თვითონ ელექტროშოკური მოწყობილობა რაც არის, მისი თუმცა მე ხა ალბათ უშუალოდ აი ხელშართულ ბრძოლაში ან მოახლოებაში ელექტროშოკი და ისა უფრო ისა ანუ ახლო დისტანციაზე ხარ უკვე. თუმცა ის თვითონ თავდაცვის იარაღიც რო ავიღოთ, აი პისტოლეტი, აი მისი სამოქმედოს და მიზნებით ხა იქ შეიძლება კი უმიზნებ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ეფექტურად ითვლება 10-15-დან 25 მეტრამდე. აუ, ელექტროშოკით 25 მეტრიდან ვერ დაიცავ. ანუ აეროზოლს მაგალითად შეიძლება 3 მეტრზეც მოახდინო. ანუ საკმაოდ ეფექტური არის და უფრო ნაკლები, ესე ვთქვათ, თუ თავდაცვას აპირებ. ხო, თხადია. რა თქმა უნდა, იარაღზე ნაკლების ეფექტი აქვს, იმიტომ რომ შეიძლება იმას იარაღი ქონდეს. მაგრამ, ნუ არაფრის ქონას, ჯობია. სხვადასხვა ეხა სტატისტიკას ეხა გამახსენდა 383 თუ სადაც 400 იარაღამდე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას მოვისმინე არ წამიკითხავს. ბოლო პერიოდში აი ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ არალეგალური იარაღი ამოღებულია დაახლოებით 400-მდე იარაღი, რაც აი წარმოვიდგინოთ ხო 400 იარაღი რაც ნახეს. და რაც ვერ ნახეს? რაც ვერ ნახეს და რაც ეხა უკვე ხო ის მოდის რომ დაუშვათ ქალაქში არის ეს რეიდები, ეს ეგრეთ წოდებული გაჩხრეკვები და ასე შემდეგ, ვიღაცები თავს იკავებენ რომ იარაღით იმოძრავენ, საერთოდ იმოძრავონ და იცი რა მაინტერესებდა ელექტროშოკზე თუ იცი საქართველოში იყიდება რაღაცა მე კინოებში მაგ ნახე რომ პისტოლეტის ფორმის არის და იმას ისვრის რა, ეგეთები თუ იყიდება აქ თუ იცი არ ვიცი იყიდება თუ არა და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული გამოყენება შეიძლება თუ არა მაგისი. იდეაში აი დაკავების პირობაში იყენებდნენ პოლიცია. გამოწერა რამდენად შეიძლება იარაღს კანონის მიხედვით? იცით რა არის, ანუ დაახლოებით აი კოვიდის პერიოდი რო ავიღოთ, 19-20-21 წლის პერიოდში მახსოვს რომ მარტივად იყო კიდევ, ანუ ეგ პერიოდი მახსოვს, იმიტომ რომ მაგ პერიოდში მე თვითონ მინდოდა ჩამოტანა ამერიკიდან და უბრალოდ ამერიკაში შეზღუდეს კანონი, უცხოელებზე აღარ, ანუ უცხო თუნდაც სამხედრო ყოფილიყავი, ვეღარ ყიდულობდი იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ ფლორიდაში მახსოვს პენსაკოლაში საერთაშორისო სტუდენტმა ეს რო თქვა ბაზაზე გახსნა ცეცხლი და ანუ მე რომ მიყვა გამოძიება იარაღის შეძენის უფლება ქონდა, ჩვენც ქონდა და აგვიგზავნეს და ვეღარ ჩამოვიდა. აი მაგ დროინდელი ინფორმაციით მე როგორც მახსოვს შეზღუდვები ძალიან დაწესდა იარაღის ჩამოტანასთან. მე როგორც ვიცი შესაძლებელი არის მაგ იარაღის კანონშიც არის ზუსტად ეს იარაღის გატანაც, შემოტანაც უცხოელზე დარეგისტრირებაც და უცხოელის მიერ ან თუ არის დაცვებით ჩამოდიან და მათ ყველაფერი კანონის მიხედვით უნდა იყოს და ერთი რაც დაუსტებით შემეძდა გითხრა შეზღუდულია თვითონ აი დავუშვათ სამიზნეების კოლიმატორების და ნაწილების გამოწერა საკმაოდ შეიზღუდა, იმიტომ რომ უბრალოდ კანონით არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემი მეგობრები რომლებიც ამას ხშირად მოიხმარენ და ინტერესებულები არიან, როგორც ვიცი უკვე ძალიან შეზღუდულია ამის გამოწერა. თუმცა არსებობს კიდევ რაღაც გზები, რომელიც შეგვიძლია წამოიღო. ოფიციალურად და ლეგალურად მაინც ყიდულობ, თუმცა ისე არის რა. სხვათა შორის აი რაც შეეხება ჩვენს იარაღის მაღაზიებს, მე მახსოვს ახლა განვითარება, დიდად ესე რომ ვთქვათ, იარაღის მოყვარული მე არ ვარ და ესე რომ ვთქვათ, არ გამოვირჩევი არსენალებით და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა, ჩემს იარაღი გაქვს. ხო, გამომდინარე იქიდან რომ შეხება მქონდა და რაღაცნაირად მომიწია, ესე რომ ვთქვათ, და თვითონ მინისტრის მიერადაც მაქვს მიღებული საჩუქრად იარაღი, მეც პირად მოხმარებაში და ტარების უფლებით მაქვს
უფლება ვატარო, მაგრამ დიდად ვერიდები ესე რომ ვთქვა რა. და მინდა რომ მაქსიმალურად აი ლეგალური გზით. და არის თქმა მინდოდა მაღაზიების განვითარება საკმაოდ განვითარდნენ თვითონ მაღაზიები და ესე რომ ვთქვა ბევრი რაღაცის ყიდვა აქ უკვე შეგიძლია გამოწერა რომ არ დაგჭირდეს ესე რომ ვთქვა თან შეგიძლია მას შეუკვეთო და შეიძლება უფრო მაღალ ფასში, მაგრამ ჩამოგიდეს. აი ფასები მაინტერესებს. ზოგადად როგორი არის ფასები ქართულ ბაზარზე? ან ძვირია თუ საერთაშორისოსთან იმის გათვალისწინებით ჯდება? აი ზუსტად მაგ რეგულაციებიდან გამომდინარე გარკვეული თავდაცვის და სანადირო იარაღის ესე ვთქვათ სანადირო იარაღებზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში და გარკვეულწილად აი თავდაცვის სამოქალაქო იარაღებს რო შევეხოთ რაღაც იარაღები არის რის ფასმაც აიწია. ანუ ყოველთვის არის ალტერნატივა მაგალითად გლოკის შემთხვევაში არის გლოკი ხო ავსტრიულია ანუ ავსტრიული გლოკი ყოველთვის ძვირია ვიდრე ამერიკული გლოკი და ხშირ შემთხვევაში აი ეს ფასის შეგიძლია რეგულირება ესე ვთქვათ გლოკი თუ გინდა მაინც და მაინც შეგიძლია 400-500 ლარით ნაკლებად და მაღაზიებსაც ესე აქვს მე როგორც ვიცი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს კიდე პლუს 10%-იანი ფასდაკლებები აქვს და საკმაოდ ნორმალურ ფასში მე არ ვთვლი რომ ძალიან ძვირია თუმცა იარაღები არის დღეს ძვირი საქართველოში მაგალითად თუ არც იარაღს არ დავასახელებ ერთ-ერთი იარაღი სანადირო იარაღზე რო ვთქვათ თუ 3 წლის წინ 4 წლის წინ ღირდა 2500 ლარი ან 3000 ლარამდე დღეს 6000 ლარამდე არის გაზრდილი საკმაოდ დიდი პროცენტით იზარდა თუმცა როგორც ხსნიან ამ ყველაფერს არის გამოწვეული ამ ყველაფერ რეგულაციების და მიხედვით და რა თქმა უნდა ბაზარზეც ძვირდება იარაღი აი, ეხა ერთი რაღაც რო შევაჯამოთ. ნებისმიერ როგორც მე მივხვდი და თუ სწორად მივხვდი, ეგ მითხარი. ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი, იქნება ეს გლოულიანი თუ ხრახლურიანი, რო ყიდულობ, თუ ძალოვანი და ის ან ჩვეულებრივ მოქალაქეზე ვიძახი რა. რო ყიდულობ, სახში მიგაკ, შლი, სეიფში ინახავ. ან სპეციალურ საკეთზე და საერთაში ინახავ, კი. და ყოველ ჯერზე როცა მინდა თქვა ტირში წასვლა, ან სანადიროდ წასვლა, სააგენტოში გავდივარ კონტაქტზე, ვეუბნები რომ კონტაქტზე არა, მიდიხარ სააგენტოში უშუალოდ. ანუ იქ უნდა მიხვდე ფიზიკურად. და ვეუბნები რომ აი ახლა ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათამდე მივდივარ აქა და აქ, ამისთვის და ამისთვის. კი ბატონო. იარაღს როდესაც იყიდი შენახვის უფლებით, შენახვა გამოყენების უფლებით, თუ სწორად მოდი შენახვა დავარქვა რაღაცა ტერმინებში არ ამერიოს, ძალიან ბევრი ჩემზე მეტი ესე ვთქვათ, ცოდნია ამ საკითხში და ცუდად არ ვთქვათ რაღაც. შენახვის უფლებით უეჭველს ვამბობ. პირველ რიგში სახში როდესაც მიგაქვს ეს ყველაფერი, ანუ დაშლილ მდგომარეობაში უნდა გქონდეს ჭიდი, განმუხტული უნდა იყოს და უნდა იყოს ხელმიუწვდომელ ადგილზე. ან სპეციალურ საკეთით ან შალიკაში. ამას შენი ეგრეთ წოდებული უბნის ინსპექტორი ესე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლება შენ ეს მოვიდეს და შეგამოწმოს, რა თქმა უნდა, შემთხვევაში წესი არის ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შენ რეგისტრირდები და ამ რეგისტრებულ ზონაში უბანში უბნის ინსპექტორი, არ ვიცი ეგრე ქვია თუ არა დღეს უბნის ინსპექტორი, თუ თავის მოსახლეობაში, თავის უბანში ხედავს, რამდენ ადამიანს აქვს შენახვით თუ ტარების უფლებით და ის აუცილებლად გიკავშირდება ძალიან საკმაოდ ზრდილობიანად რა თქმა უნდა ანუ ეს ყველაფერი ხო იმისთვის არის რომ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ანუ გიკავშირდება თუ შენ ყოფილი ძალოვანი ხარ და რაღაცა ნორმალურად გაქვს ყველაფერი გასაუბრებაც ფსიქოლოგიურად შენ პორტრეტს აკეთებს ესე ვთქვათ და თუ შენ მისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის ეს სურათი შეიძლება ძალიან ხშირადაც შეგამოწმოს ან შენ რაღაცა შენი სამსახურის შემდეგ რაღაც კრიმინალურ საქმიანობაში იღებ, ამ ყოველფრის შემდეგ ის დაკვირვას აწარმოებს ხშირს. რასაც მივესალმები. ხო, ნებისმიერ გადაადგილებაზე ტირში იქნება სასროლედზე გადასაადგილება, სანადიროთაც. თუნდაც ხო, სანადიროთაც, არა, სანადიროთ თუ სანადირო არის არ ჭირდება და არა. ეგ მაგის ტარების უფლება გაქვს. ოღონდ დაშლილ მდგომარეობაში და სპეციალურ საკითხზე. მაგისთვის კიდევ ერთხელ გამეორდები რომ 300 ვაზნა და 1 კილოგრამამდე დენტი შეგიძლია გადაადგილო, ასევე ტარების უფლებითაც ანუ 300 ტყვი ახლა მართლა ალბათ სანადიროდ გჭირდება ან დაუშვათ სასროლედზე რომ მიდიხარ მაშინ ხო ლოგიკასთან არის ახლოს. სხვა შემთხვევაში რა თუნდაც
მისამართის შეცვლა როცა გჭირდება უცბად ჩააყენო საქმის კურსში, ესე რომ ვთქვათ, სამომსახურების სააგენტო არის რომ დაუშვათ შენი ოჯახით გადაადგილებით დასასვენებლად დაუშვათ სოფელში ან სხვა ქალაქში. ეს მისამართის შეცვლაც არის და პლუს დროებით მისამართის შეცვლა და თავდაცვისთვის გაქვს ხო ეს იარაღი რომ სახლში რაღაცა შემოვარდნა არის ან რაღაცა იქაც შეგიძლია წაიღო და ეს ამის საქმე. თუმცა ეგეც უნდა დროებით. აუცილებლად სხვა შემთხვევაში თუ მოხდა გადამოწმება და შენ დაუშვათ გაურთხევლად და გაურთხევლად გადაიტანე, საკმაოდ დიდი პრობლემები გექნება კანონთან, მაგით ოჯახი. თუ შენ რაღაც დადგენილ კანონებს და წესებს ემორჩილები ნორმალურია, თუ არა, მაშინ ჩვეულებრივ მოქალაქეს, ესე რომ ვთქვათ, დიდი პრობლემები შეექმნა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ ამდენი ხანი გვიყურებთ და ჯერ ვიდეო არ დაგილაიქებიათ, რასეულდებით, ახლა დაალაიქეთ. არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, გაუზიარეთ მეგობრებს და აქვე შეგახსენებთ, რომ დონაციის მსურველებს აღწერაში ან გარშვის ნომერია ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ დონაცია, შეგახსენებთ, რომ ხმის, ასე ვთქვათ, სისტემის გაუმჯობესებისთვის გროვდება ამ ეტაპზე ფული. და ნელ-ნელა სანამ დავემშვიდობებით მარტო ეგეც არ არის რატი ანუ ტელეფონებით ვიღებთ და სამოყვარულო განათლება და ისა რა ქვია ხო კარგი იქნება თუ რაღაცას მოკლედ ტექნიკურად გავსწორდებით ხელს და გაგზელებას ფიქრობს ტელეფონზე აღგულისხმობ რაღაც აპარატით შეგვიძლია გადაგადავოთ ტექნიკურად გაძლიერება არხის უკეთესი ხარისხი რომ და ჩვენ გვაკმაყოფილებს ამ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ ჩვენ და სანამ დავემშვიდობებით შენ ხარ თადარიგის მთავარი სერჟანტი და გაქვს ტარების უფლება ხო? კი ნებისმიერ თადარიგის ჯარისკაცს აქვს ტარების უფლება თუ მან როგორ არის? არ არის ეგრე არც ყველა მთავარ სერჟანტს არ აქვს იარაღის ტარების უფლება ესე იგი თვითონ თავდაცვაში სახურის შემთხვევაში ანუ ყველას არ აქვს ესე რომ ვთქვათ იარაღის ტარების უფლება იარაღის ზუსტად აქ არის რომ იარაღის ტარების უფლება თუ მთავარი სერჟანტი ხარ და გქონდა თავდაცვაში ვალდებულებაც და უფლებაც ესე რომ ვთქვათ მაგ შემთხვევაში თუ შენ თადარიგში გადადიხარ მაგ შემთხვევაში მოყვება ეს უფლება თუმცა მანდაც არის ხშირად შევხვდით ამ პრობლემას თუ დაუშვათ პრობლემა გაქვს კანონთან რაღაცა ესე რომ ვთქვათ თუ პრობლემა გაქვს გასაგებია ანუ როგორ არის ცით ანუ თუნდაც აი ბოლო პერიოდში განხორციელებული რაღაც აი აქტივობები შენი მოგეთ მაქსიმალურად ნეიტრალური უნდა იყოს ესე რომ ვთქვათ რომ იარაღის გასაგებია ანუ კანონთა პრობლემა გაქვს კი არა თუ ხარ აქტიური მოქალაქე ასე ვთქვათ არ უნდა იყოს აქტივისტი თუ ხარ აქტიური მოქალაქე თუ ხარ ტარების უფლებაზე პრობლემებს გექნია იცი და მე ვეთანხმები რაღაც ნაწილში იარაღის ზოგადად ამის ტარების უფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ანუ ადამიანი ყველა ეტაპზე ესე რომ ვთქვათ ნორმას უნდა აკმაყოფილებდეს რომ იარაღის ხო ანუ თუ შეთანხმდით რომ ტეხასური მოდელი კაია არ ვერ შევთავაზებით საქართველოში რომ იგივე იყოს ძალიან დიდი დრო დაჭირება კულტურა თავდაცვის სამინისტროში მე როგორც მაქვს ინფორმაცია ანუ მაიორის შემდეგ და იქაც ეგრე მე მგონი ტარების უფლება უნდა ქონოდა და შემდეგ გადმოდის თუ არ ვწდები ყოველ შემთხვევაში თავარ სერჟანტზე ეგრე არის თუ თავარი სერჟანტი ყავი და არ ქონდა თანამდებობა სადაც იარაღის ტარების უფლება ქონდა ის შესაბამისად ვერ გადადის აი ამ შესაბამისად მოყვება ის რაც იმაში ქონდა აი სხვადასხვა ბოდიში სხვადასხვა სამინისტროებშიც ორგანიზაციაში ძალოვნებში ხო ძალოვან სტრუქტურებში და ასევე უნარჩუნდებათ გარკვეულ ნაწილს არა საბრძოლო ესე ვთქვათ საქმიანობას როცა ეწევიან თუ მისი საქმიანობა შემდეგ საქმიანობა ესე ვთქვათ მისი საფათოის არ მოყვება და თუ თავისუფლდება რაღაც თანამდებობიდან და შემდეგ და ქონდა ტარების უფლება და შემდეგ ის ისევ დაცვის ქვეშ უნდა იყოს ან მაღალი რისკის ქვეშ არის მას მოყვება ტარების უფლება გასაგებია პრინციპში მე მგონი ამოვწურეთ ეს თემა მადლობა ვინც გვიყურებდით იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყოს თემები მით უფრო რომ
კითხვებიდან გამომდინარე შევარჩიეთ ეს თემა. აქვე დავაანონსებ, რომ როგორც თავშივე დაგპირდით, თავში რა მაშინ, როდესაც გიგა ინაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, შემდეგი ეპიზოდიდან გიგა ისევ შემოგვიერთდება და ისევ თქვენთვის საინტერესო თემებს, რომელიც მის წინა ეპიზოდში დააფიქსირეთ, იქიდან შევარჩიოთ გიგასთან ერთად თემას და უკვე შემდეგ ორშაბათს ამას შემოგთავაზებთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიწვიოთ არხით, თუ არ გაქვთ გამოწერილი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა, დროებით. კი ბატონო, და თუ განხილვის პერიოდში ამ ჩაწერაზე რაღაც კითხვები გამოგჩან, რაღაც ვერ გავიცით პასუხი, არ იქნება აუცილებელი დავუშვათ იგივე იარაღის კანონი იარაღის შესახებ ამაზე გავაკეთოთ, უბრალოდ სხვა გადაცემებში შეგვიძლია დავუშვათ იმ კითხვის პასუხები გავცეთ. ასე რომ თავი გზენით თავისუფლად დასვათ კითხვები კომენტარებში პირიქით მივესალმებით ამას. ნახვამდის.